მადლობა ჩვენს უფალს. თქვენ შეგიძლიათ გადაშალოთ წმინდა წერილი მათეს სახარება 21 თავი. მანამ სანამ წავიკითხავ მათეს სახარების 21 თავიდან მინდა შეგახსენოთ ქრისტიანული ისტორიიდან ერთი პიროვნება, რომელსაც ჰქვიოდა გრიგოლ ღვთისმეტყველი. შეიძლება იმას გაქვთ წაკითხული ან მოსმენილი მის შესახებ, რომელმაც თავის მეფობაზე თქვა ასეთი სიტყვები: ჩვენ გვქონდა საერთო მიზნები, ჩვენი უმთავრესი და უპირველესი საქმე იყო ყოფილიყავით ქრისტიანები. ის ერთ სიტყვაში აჯამებს ჩვენს მთავარ მოწოდებას და საქმეს. ჩვენი უმთავრესი და უპირველესი საქმე არის ვიყოთ ქრისტიანები. არა გვერქვას მხოლოდ, არამედ ვიყოთ ქრისტიანებიო. ყოველთვის დავჩეთ ქრისტიანი. დავჩეთ ქრისტიანი როგორც წმენაში, სიყვარულში, სიხარულში, მშვიდობაში, ერთგულებაში, მოთმინებაში. დავჩეთ ქრისტიანი არა რამოდენიმე დღით, არამედ მუდამ, ყოველთვის. ქრისტეს მეორედ დაბრუნებამდე. მანამ სანამ წავიკითხავთ აი 21 თავიდან მათეს სახარებაში, მინდა შეგახსენოთ აგრეთვე, რომ კვირა დღე ეს არის განსაკუთრებული დღე. დღე ეს არის ზეიმის დღე. დღე, როდესაც ეკლესია იკრიბება ქრისტეს, ჩვენი უფლის იესოს სახელით, იკრიბება იმისთვის, რომ პატივი მიაგოს უფალს და ემსახუროს. კვირა დღე ეს არის უფლის დღე. რა თქმა უნდა, ყველა დღე არის განსაკუთრებული, ყველა დღე არის განსხვავებული ერთმანეთისაგან, მაგრამ კვირა დღე ეს არის განსაკუთრებული დღე. ეს არის ზეიმის და გამარჯვების დღე. ეს არის იმედის და სიხარულის მომცემი დღე. იმიტომ რომ კვირა დღეს ჩვენი უფალი იესო ქრისტე აღდგა მკვდრეთით და ის ცოცხალი არის მუდამ და ის ჩვენთან არის ყველა დღე. და ამიტომაც ჩვენ ვიკრიბებით ეკლესია, რომ პატივი მივაგოთ მას. მოდით ახლა დღეს ჩვენ შეგვიძლია გადავშალოთ საღვთო წერილი და ერთად წავიკითხოთ წმინდა წერილიდან. ეს არის მათეს სახარების 21 თავი, პირველი მუხლიდან მე-11 მუხლის ჩათვლით, სადაც აღწერილია ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში. როცა იერუსალიმს მიუახლოვდა და ბეთბეგაში მივიდნენ ზეთისხილის მთასთან, იესომ გაგზავნა ორი მოწაფე. უთხრა მათ, წადით სოფელში, რომელიც თქვენს წინაა და მაშინვე იპოვეთ დამმულ ვირს და მასთან ერთად ჩოჩოს, აუშვით და მომიყვანეთ. თუ ვინმე რამეს გეტყვით, უთხარეთ, უფალს სჭირდება თქო. მაშინვე გამოგატანთ მათ. ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს: უთხარეთ სიონის ასულს, აჰა, შენი მეფე შენთან მოდის, 7 ჯდარი ვირზე და ჩოჩორზე, სახედრის ნაშიერზე. მოწაფეები წავიდნენ და ისე მოიცნენ, როგორც იესომ უბრძანა. მოჰგვარეს მას ვირი და ჩოჩორი. დაუფინეს თავიანთი სამოსლები და დაჯდა მათზე. დიდძალი ხალხი თავის სამოსელს უფენ და გზაზე, სხვები კი ხეებიდან რტოებს ჭრიდნენ და გზაზე უფენდნენ. ხოლო ხალხი წირობ უძღოდა და უკან მოსდევდა, შესძახოდა: ოსანა დავითის ძეს, უთხეულია უფლის სახელით მომავალი, ოსანა მაღალთა შინემ. როცა ის შევიდა იერუსალიმში, მთელი ქალაქი შეიძა და ამბობდნენ: ეს ვინ არისო? ხალხი კი ამბობდა: ეს იესოა, წინასწარმეტყველი, გალილეის ნაზარეთიდან. მოდი ვილოცოთ უფლის წინაშე. მანამ სანამ გადაგებას გავაჟღერდეთ. უფალო ღმერთო, ჩვენო ზეცირო მამაო, უფლის იესო ქრისტეს სახელით მადლობას გიხდით დღევანდელი დღისთვის. მადლობას გიხდით, რომ შენ შეკრიბე შენი სახის წინაშე, შენი ერი, შენი შვილები, შენი ეკლესია. მადლობას გიხდით შენი სიტყვისთვის. ჩვენ გთხოვთ, რომ
შენმა სულმა მოიფინოს თითოეულ ჩვენთაგანს, მოიფინოს ამ კრებულს და მსახურებას და შენმა სულმა წარგვიძღვეს და გააცხადოს შენი სიტყვა ჭეშმარიტი, რათა შენი სიტყვით გქონდეს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს წმენა. განდიდეს ამ ადგილას ჩვენი უფალი იესო ქრისტე. აღასრულე დღეს შენი ნება და გვაკურთხე შენი გამოსყიდული ერი. ჩვენ ვლოცულობ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით. ამინ. როგორც უკვე წავიკითხეთ წმინდა წერილიდან ადგილი, სადაც არის აღწერილი ჩვენი უფლის იესო ქრისტეს შესვლა, დიდებით შესვლა იერუსალიმში. მოგეხსენებათ, რომ დღევანდელ დღეს ქრისტიანთა ეკლესიის უმრავლესი ნაწილი აღნიშნავს და ზეიმობს დღესასწაულს, რომელსაც ქვია ბზობის დღესასწაული. ეს დღესასწაული აღნიშნება ყოველთვის აღდგომის წინა კვირას და ამ დღეს იხსენებს იესოს დიდებით შესვლას იერუსალიმში. ეს კარგია, როცა არ გვავიწყდება, არამედ ვიხსენებთ, მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს დღესასწაულები არ უნდა დავიდეს მხოლოდ რელიგიური რიტუალის დონეზე. ხვდებით ალბათ, რას გულისხმობ ამ სიტყვაში. ანუ მე იმის თქმა მინდა, რომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს დღესასწაულები გვაქვს და მეტი არაფერი. მიულოცოთ მხოლოდ ერთმანეთს და მეტი არაფერი. დავიმახსოვროთ ძვირფასო, ყველა დღესასწაულში, აი ყველა ზეიმში ჩადებული არის სიცოცხლე, რომელიც უნდა გვავსებდეს, გვაძლევდეს ჭეშმარიტების შეცნობის შესაძლებლობას და უფალთან სიახლოვის შესაძლებლობას. მათეს 21 თავში ჩვენ ვკითხულობთ დღეზე, როცა იერუსალიმს მიუახლოვდნენ ჩვენი უფალი იესო ქრისტე და მისი მოწაფეები. სწორედ ის დღეები იყო, როდესაც წინასწარმეტყველური სიტყვები იწყებდა აღსრულებას, როგორც იესო ქრისტეს შობა იყო წინასწარმეტყველური სიტყვების აღსრულება, აგრეთვე ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმშიც იყო დაწერილი სიტყვის აღსრულება. როცა იერუსალიმს მიუახლოვდნენ, მეოთხე მუხში ჩვენ ვკითხულობთ, რომ აქ არის დაწერილი ასეთ სიტყვები, რომ ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამის სიტყვაო. ჩვენი უფალი იესო ქრისტე მოდიოდა იერუსალიმში იმისათვის, რომ როგორც კრავი ღმერთისა დაეკლათ სამსხვერპლოზე და მიიღო ჩვენს გამო ჭრილობები, განეცადა და ტკივილი და დამცირება. იესო არ მოდის იერუსალიმში უბრალოდ დღესასწაულზე. ის არ მოდის, რომ რათა ირხილოს, არამედ ის მოდის განსაზღვრული მიზნის შესასრულებლად. ის მოდის განსაკუთრებული დავალების აღსასრულებლად. იესო ქრისტე თავისი ნებით, როგორც ღვთის კრავი, მიემართება იერუსალიმში სამსხვერპლოზე დასაკლავად. ის მიემართება, რათა იტვირთოს სამსხვერპლოზე ჩვენი ცოდვები და ჩვენი სასჯელი. წარმოიდგინეთ, ძვირფასო დებო და ძმებო, ერთი წამით. იესო იცოდა რა ელოდებოდა იერუსალიმში, იცოდა როგორი ტკივილი და ტანჯვა უნდა მიიღო, იცოდა თუ როგორ უარყოფდნენ და აწამებდნენ, მაგრამ მაინც მიდის. ვინაიდან ის ამ დროს ფიქრობდა კაცობრიობაზე. ის ფიქრობდა ადამიანზე. ის ფიქრობდა თითოეულ ჩვენთაგანზე. მას ჩვენდამი სიყვარული ამოძრავებდა. ის მოდის იერუსალიმში, რათა შეგვარიგოს ღმერთთან. ის მოდის იერუსალიმში, იმიტომ რომ შეგვიყვარა თითოეული ჩვენთაგანი. წმინდა კირილე ალექსანდრიელი ამბობდა ქრისტესზე ასეთ სიტყვებს. და მე წავიკითხავ და ციტირებას მოვიყვან მისი სიტყვებიდან. აჰა, მოვიდა, აჰა გამოჩნდა, აჰა შემოდგა მეუფე, ის ღმერთად მყოფი გახდა ადამიანი, გამოჩნდა მიწაზე და მიმოვიდოდა ადამიანთა შორის, მონებთან მეუფე, დასჯილებთან განმათავისუფლებელი, სასოწარკვეთილებთან სასოება, უმოწყალებთან მოწყალე, დამნაშავეებთან უდანაშაულო, ცოდვილებთან უცოდველი. ხედავთ დღესასწაულის საიდუმლოს, გუშინ მიწაზე სხვა აძლევდა სიცოცხლეს, დღეს კი იგი მიდის სიკვდილისაგან ჯვარზეო.
აი მიზანი იერუსალიმში შესვლის. აი იმ დროს, როცა იესო შედიოდა იერუსალიმში, საკუთარზე ამხედრებული ადამიანთა უმრავლესობა, როგორც ჩვენ წავიკითხეთ, დიდი ოვაციებით ხვდებოდნენ და ამბობდნენ ოსანა დავითის ძეს. უფენდნენ ტანსაცმელს და პალმების ტოტებს. აღიარებდნენ მეფედ, მაგრამ მიაქცეთ ყურადღება, თუ ჩვენ გავაგრძელებთ კითხვას, უბრალოდ ჩვენ აღარ გავაგრძელებთ კითხვას შემდგომ თავებს, ჩვენ დავინახავთ, რომ სულ რამოდენიმე დღის შემდეგ ეს იგივე ხალხი, რომლებიც გაყვიროდნენ ოსანა დავითის ძეს და ისინი აღიარებდნენ მეფედ იესო ქრისტეს, ეს იგივე ხალხი ამბობს ჯვარს ეცვოდ. ეს იგივე ხალხი ამბობს ჯვარს აცვითო. იმ დღეს როცა ხალხი შეხვდა იესოს და აღიარეს როგორც მეფე, რა თქმა უნდა, ეს იყო მათი კარგი არჩევანი, ეს იყო მათი კარგი აღიარება. მაგრამ ეს არჩევანი და ეს აღიარება რამოდენიმე დღეში შეიცვალა. დასაწყისში ხმამაღლა ყვიროდნენ კურთხეულია უფლის სახელით მომავალი, მაგრამ რამოდენიმე დღის შემდეგ, როცა იდგნენ და ესმოდა თუ ვინ გაგთავისუფლოთ, იესო ქრისტე თუ ბარაბაო, გახსოვთ ალბათ ისტორიიდან, მაშინ ხალხის უმრავლესობა ყვიროდა არა იესო დავითის ძეო, ოსანა დავითის ძეოს კი არ ყვიროდნენ, არამედ ყვიროდა გაგვითავისუფლე ბარაბაო. ხედავთ, დასაწყისში ყვიროდნენ იესო. გავიდა რამოდენიმე დღე და ყვიროდნენ ბარაბაო. მათი რწმენა და აღიარება იყო ცვალებადი. მათი დაიმახსოვრეთ ეს სიტყვა, მათი რწმენა და მათი არჩევანი და მათი აღიარება იყო ცვალებადი. გახსოვთ რა თქვა დასაწყისში, როცა გავიხსენეთ გიგდომეტყველის სიტყვები, აი ამიტომაც მოვიყვანე მე ქადაგების დასაწყისში ღვთისმეტყველის სიტყვები, თუ რა არის ჩვენი უმთავრესი და უპირველესი საქმეო, ეს იყო ყოფილიყავით ქრისტიანი. ქრისტიანი არა ერთი დღით, არამედ ყოველთვის დავჩეთ ქრისტიანი წმენაში, სიყვარულში, პატიებაში, მოთმინებაში, ერთგულებაში და ასე შემდეგ. რა უნდა ვისწავლოთ დღეს ჩვენ ქრისტიანებმა ამ ისტორიული ეპიზოდიდან, რომელიც ჩვენ წავიკითხეთ. ეს დღე უნდა გვახსენებდეს, თუ ვის ვათავისუფლებთ ჩვენ ქრისტიანები ჩვენს გულში, ჩვენს ცხოვრებაში, იესოს თუ ბარაბას. იესო მოდის იერუსალიმში, იერუსალიმი ეს ჩვენი გულია და სწორედ ეს იერუსალიმში უნდა მოხდეს სწორი არჩევანის გაკეთება და აღიარება. იესო თუ ბარაბა. ეს არჩევანი თუ ვის ვათავისუფლებთ, თუ ვინ მოქმედებს ჩვენს ცხოვრებაში, იესო თუ ბარაბა, განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. ანუ არჩევანს მოაქვს შესაბამისი შედეგი. ანუ რასაც ვირჩევთ ცხოვრებაში, ისეთი ხდება ცხოვრება მომავალშიც. ჩვენი ცხოვრება როგორი არჩევანით შედგება, მოდიება გადავხედოთ ჩვენს გულებს, რა აღიარება, რა არჩევანი, რა გადაწყვეტილება მივიღეთ. ღმერთს ნებავს ცხოვრებაში სწორი არჩევანი გავაკეთოს. მას არ ნებავს, მას არ სურს ვიყოთ მერყევნი, როგორც ერთ დღეს ამბობდნენ ოსანას დავითის ძეს ეს ხალხი და მეორე დღეს ამბობდნენ ჯვარს აცვიო. მოციქული იაკობი გვასწავლის, რომ ნუ ზგონია ასეთ კაცს, რომ ღვთისაგან მიიღებს რაიმესო. ჩვენ ვკითხულობთ მოციქულთა იაკობის პირველ თავში. ბიბლია გვასწავლის, რომ ჩვენ მოწოდებული ვართ ვიცხოვროთ რწმენით. ვინაიდან ბიბლიაში აღწერილია ებრაელთა მე-11 თავში, რომ წმენის გარეშე შეუძლებელია ღვთისათვის სათნოდ ყოფნა, ვინც მიდის ღმერთთან, მას უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არსებობს და მის მაძიებლებს ის მიუსხავსო. ძვირფასნო ძმებო და დებო. ჩვენი უმთავრესი საქმეა დავჩეთ ქრისტიანები. ანუ ვიყოთ მის წმენაში. იესომ თქვა, მე თქვენთან ვიქნები წუთის სოფლის აღსასრულებამდე. ის ყველა საჭირო დროსავლეს თავის თავს ჩვენს ცხოვრებაში. მას გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლია ჩვენთვის, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ ან
თუ ვფიქრობთ. მთავარია დავჭეთ მუდამ მის წმენაში. მაგრამ წმინდა წერილში ჩვენ ვკითხულობთ, როცა ჩვენი უფალი იესო ქრისტე კვლავ დაბრუნდება ამ მიწაზე, პოვებს ამ მიწაზე რწმენას. იქ ხედავთ, პოვებს ამ მიწაზე რწმენასო. ძვირფასო ჩვენი ცხოვრების ხარისხი ჩვენს მიერ გაკეთებულ არჩევნებამდე დადგება. ანუ არჩევნებიდან დადგება ჩვენი ცხოვრებიდან გაკეთებული არჩევნები. გუშინდელი არჩევანი დღევანდელი ცხოვრების ხარისხს და შედეგს გვიჩვენებს. ხოლო დღევანდელი არჩევანი ხვალინდელი დღეს და შემდგომ შედეგს მოგვიტანს. ღმერთი და არის კეთილი დაიმახსოვრეთ. მას არ დაუწია შეთვის ცუდი. დღეს სამწუხაროდ ისმის ადამიანიდან ასეთი სიტყვები ალბათ თქვენ შეგებაც მოგისმენიათ, რომ ღმერთმა ასე დაუწერა ადამიანს და იმიტომ მოხდა ეს და ესო. არა ძვირფასო. ღმერთი არ უწერს ადამიანს ბედს. ღმერთი არ წერს ადამიანისათვის ცუდ ისტორიას. არჩევანით ჩვენი ცხოვრება არჩევანით შედგება. იმიტომ ღმერთს ნებავს ჩვენ სწორი არჩევანი გავაკეთოთ, ვიდრე მან შეგვიყვარა და მას აქვს კეთილი განზრახვები ჩვენს მიმართ. ის კეთილი მამა არის. როცა ხალხი არჩევნის წინაშე იდგნენ, თუ ვინ გსურთ, იესო თუ ბარაბაო. ვინ გსურთ გაგითავისუფლოთ, იესო თუ ბარაბაო. მაშინ ხალხის უმრავლესობა ყვიროდა ბარაბაო. დღეს ჩვენ ვაფასებთ თუ როგორი იყო მათი არჩევანი და ჩვენ ვკითხულობთ და ვლაპარაკობთ ამის შესახებ. კარგი იყო თუ ცუდი. მათ გააკეთეს რა თქმა უნდა არასწორი არჩევანი იმ დღეს. მათ გააკეთეს არასწორი აღიარება და დღევანდელ დღემდე იმკიან შვილები იმის გამო რაც მამებმა გააკეთეს იმ დროს. რას უნდა მიგვანიშნებდეს დღეს ქრისტიანებს დღევანდელი დღე? რას ვსწავლობთ აი ამ ისტორიიდან? ეს დღე გვახსენებს თუ ვის ვათავისუფლებთ ჩვენ ცხოვრებაში, იესოს თუ ბარაბას. ვის ცხოვრებას ვირჩევთ, ახალი ადამიანის ცხოვრებას თუ ძველი კაცის ცხოვრებას? იესო მოვიდა იერუსალიმში. იესოს შეხსენება რომ იესო მოვიდა იერუსალიმში, ეს გვახსენებს საკუთარ თავს, თუ ვის გავათავისუფლებთ ჩვენ ცხოვრებაში. იესოს შესახებ დღეს ეუწყება ყველას, სახარება იქადაგება ყველა ერში. იესოს წმენით ადამიანს ეუწყება დღეს ცოდვების პატიება და გადარჩენა. დღეს თითქოს და უმრავლესობას აქვს ამ მიწაზე იესო ქრისტეს წმენა. სახელმწიფოები აღიარებენ ქრისტეს წმენას, მაგრამ იესო როცა მეორე დაბრუნდება ამ მიწაზე, იქნება მისი წმენა ამ მიწაზე? დარჩება ქრისტიანი მუდამ მის წმენაში, მის სიყვარულში, მის ერთგულებაში. იქნება ის ნაყოფები, რომელსაც ქვია წმინდა წერილში სულის ნაყოფებიო, რომელსაც ელოდება ჩვენი უფალი თავისი ეკლესიისგან. ამგვარად არჩევანს მოაქვს შესაბამისი შედეგი. პირველი ეს არის, რაც ჩვენ ამ ისტორიიდან დავინახეთ, რომ იესოს მოსვლა იერუსალიმში ეს იყო წინასწარმეტყველული სიტყვის აღსრულება. და მეორე, რაც ჩვენ აქ ხედავთ ამ ისტორიიდან, თუ რა არჩევანს ვაკეთებთ ჩვენ ცხოვრებაში, ისეთი შედეგიც იქნება ჩვენს სიცოცხლეში. ვირჩევთ იესოს თუ ვირჩევთ ბარაბას. ვირჩევთ ახალი ადამიანის სიცოცხლეს, რომელიც არის მადლის ქვეშ, თუ ძველი კაცის ცხოვრებას, რომელიც არის რჯულის ქვეშ. მოდი ავირჩიოთ უფალი იესო ქრისტე. მოდი დავრჩეთ მუდამ მის რწმენაში, მის სიყვარულში, მის ერთგულებაში. ანუ დავრჩეთ ქრისტიანებად, ეს იმას ნიშნავს, რომ დარჩე მის რწმენაში, დარჩე მის სიყვარულში, დარჩე მის მოთმინებაში, დარჩე მის ერთგულებაში, დარჩე მასთან ერთად პატიებაში. იმიტომ ის თქვა, თუ თქვენ მოყვას არ აპატიებთ, მაშინ არ თქვენი მამა არ გაპატიებთო. როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, ისე გიყვარდეთ თქვენ ერთმანეთიო. ჩვენი უფალი იესო ქრისტე ცოცხალია. ის აღდგა მესამე დღეს მკვდრეთით. ის თითოეულ დღე ფიქრობს და ზრუნავს თავის ეკლესიაზე და თავის შვილებზე. მან თქვა,
მე მივდივარ მამასთან, რათა ადგილი მოგიმზადოთ და მოვა დღე, როცა კვლავ დავბრუნდები, რათა თქვენ წაგიყვანოთ იქ, სადაც მე ვიმყოფებიო. დღეს ჩვენი უფალი იესო ქრისტეს ეცაშია მამის მარჯვენა ტახტზე. ის გვიმზადებს ადგილს, ის ცოცხალია და ის კვლავ დაბრუნდება ამ მიწაზე თავისი ეკლესიის წასაყვანად. მანამ დაბრუნდება, ჩვენ უნდა დავჩეთ ბოლომდე რწმენაში, ანუ ქრისტიანებად უნდა დავჩეთ. მის სიყვარულში უნდა დავჩეთ. მის სიყვარულში უნდა ვიცხოვროთ. მოდი ვიწმნოთ, წამდეს და მივენდოთ ჩვენს უფალ იესო ქრისტეს. ამინ.